გამოსულია ახალი ჟურნალები 2025 წლისა, თქვენ უნდა იყოთ გაფრთხილებული, ანუ შეარაღებული ამით ამ ინფორმაციით. ანუ ჟურნალის შენი ჰოროსკოპი, უამრავი ინფორმაცია აქვს, ზედიზე ხალხმზედმიწევით არც არ გეტყვით, ჯობია თქვენ თუნ ჩაიხედოთ და მათ შორის ყოველთვიური ასტროლოგიური პროგნოზები ცალკეული თვეების და მიხედვით ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის ყველაფერი აქ არის. ამის გარდა დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი. ნუ ეხლა რო არ აგვერიოს, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ერთად. აი ეს პატარა ეს დიდი, ხო? შენი ჰოროსკოპი და უბრალოდ ჟურნალი ჰოროსკოპი. ეხლა ამდენ ჟურნალში ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო საზოგადოებრივი პოლიტიკური მათ შორის პროგნოზი, თავისი გრაფიკული გამოსახვით. ამის გარდა აქ არის ყოველდღიური მთვარის რეკომენდაციები და ამის გარდა 2025 წლის ყველა ზოდიაქოს ნიშნის, აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნები გულისხმება ასტროლოგიური პროგნოზი. როგორ იქნება 25 წელი მათთვის. ამის გარდა თქვენ გაქვთ ასევე გრაფიკები, წარმოდგენილი ტექსტებთან ერთად, თუ რომელი თვის როგორი ენერგოველი ექნება დედამიწას და რაზე გავლენას მოხდენს ეს თითოეულ ჩვენთაგანზე. ამასთან ერთად შიგნით თქვენ რასაკვირველია დაინახავთ უკვე ნაცნობ თქვენთვის ასტროკალენდარს, ბიზნეს შემოქმედებითი სასწავლო კალენდარი და სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია სამედიცინო კალენდარში მათ შორის ინფორმაცია მის შესახებ თუ რომელ პერიოდებში, რომელ დღეებში არ არის შესასვლელი ამა თუ იმ ორგანოზე ოპერაციის ჩატარება, იმიტომ რომ ეს ორგანო სუსტდება, ამ დროს და შეიძლება ოპერაცია არ ჩატარდეს ის როგორც თქვენ ეს გსურთ. ასევე ჩვენ გვაქვს პატარა, ეს ამ შემთხვევაში არის პატარა ჯიბის კალენდარი ეწოდება მას და ასეთივე გვაქვს ოღონდ უფრო დიდი. ეს პატარა წარმოიდგინეთ რომ როგორც 12 ცალი. ამას ქვია ეგრეთ წოდებული საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი, რომელიც ჩვენ გვამსწრებს რომ აქ ჩვენ აღნიშნული გვაქვს ახალ მთვარეობა, სავსე მთვარეობა, მზის დამთვარეს დაბნელების დღეები, ასევე აღნიშნულია დადებითი უარყოფითი დღეები სათითაო ზოდიაქოს ნიშნებისთვის, თვეების და მიხედვით აყოფილი. ამიტომ ამ ინფორმაციით რასაკვირველია იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული, იმედია წარმატებული და ეს ყველაფერი რასაკვირველია შეგიძლიათ შეიძინოთ პრესის ჯიხურებში, სადაც ეს ყველაფერი იყიდება. ამის გარდა აქ შეიძლება კიდე რა ნახოთ. შეიძლება ნახოთ მაგალითად ასტროლოგიური მთვარის ეგრეთ წოდებული სასოფლო სამეურნეო კალენდარი, რომელსაც ბატონ დურმიშხანყიფიანი უშვებს 20 წელიწადზე მეტია უკვე რაც მე მახსოვს. და აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესოა მათთვის ვინც რაღაც სასოფლო სამეურნეო საქმიანობასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში სათითაო დღეებზე აქვს მას გათვლილი. ყვავილის დღე, როდის არის ფოთლის დღე, ნაყოფის დღე, ფესვის დღე, რას ნიშნავს და რა არის აქ საჭირო მაგალითად